ციკო გამარჯობა კიდე ერთხელ და კიდე გამარჯობა ლაშ როგორ ბრძანდები კარგად კიდე არ მოგეწონა კარგად ვარ და არა ეხა კარგი იყო ნელ-ნელა უხვეწავთ მაგ ამბავს რა და იცი რა არის ანუ აქეთ მხარეს ხო რაღაც უკაშკაშებდა ჩვენ პოდკასტში რა იმიტომ რომ ეხა შენი ჯეკი და იქიდან მხრიდანაც რაღაცა ძალიან კაშკაშებს და რა ხდება მე მგონი სტუმრები გყავს ჩვენ ჩვენ ვართ უკვე ეთერში ციალია ხო მოკლედ ჩვენს მაყურებლებსაც რო გავაცნოთ და კიდე ერთხელ უთხრათ თქვენ შესახებ დღეს ჩვენი სტუმრები არიან გვანცა ლაღიძე და ზანდამ გალობლიშვილი გახმოვანების დედოფლები გახმოვანების გურუები რა კარგია და არა მხოლოდ წამყვანები ლამაზების სიყვარულები ჩვენი მეგობრები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოდიოდით როგორი მშობლები და საერთოდ როგორი ყველაფერი არ მოეწონა ხო ისეთი გარემოა რა ხაზგასასმელია ხო ეს რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა არის უდიდესი მაგრამ აი ხვდები რომ ამ პასუხისმგებლობასთან ერთად ეხლა ცოტა მეტი თავისუფლებაც გვაქვს ვიდრე სხვა გადაცემაში რომ მივსულიყავით იმიტომ რომ ერთნიშნულად ხედავთ ეხა 4 მეგობარი და ჩვენ როგორ ვლაპარაკობთ უბრალოდ კამერა გვაქვს ხო უფრო დახვეწილი ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენ დასტუმრად ზანდას ცოტა ნაძალადების სახეა და ეთქობა როგორაც არის გიждები შევაგულიერებ აქედან ამ პროცესები გიждები დაადეხავდა ხელი ლაპარაკის დროს ზანდას არ უყვარს მოკლედ გადაცემებში სიარული და ჩვენ ძალიან ვეცადეთ დავითანხმეთ ერთი 10000 შევავიწრო ჩაურიცხე კი ეს ხი გავაკეთე. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ მე არ მირიცხავ? როგორ არა, შენ გადაცემის მე რო დამთავრდება, მე რაღაცას მე. რაღაც ბენეფიტები. გადაცემის თემაზე უნდა გადავიდეთ. გადაცემის თემა, მოდი მე ვიტყვი. შეიძლება, იმიტომ რომ ძლივს ხდება ესე რომ მეტი ხალია. ხო, მოკლედ. ესე იგი, ჩვენი გოგოები, გვანცა და ზანდა, არიან თავარი ხმები, ძალიან ბევრი ფილმის, ხო ესეა? ასეა. თუმცა პირველ რიგში თურქული სერიალების იმ თვალსაზრისით ეხა გვაქვს თემა თურქული სერიალები და რატომ? იმიტომ რომ რაღაცა ისე მოხდა, რომ მგონია რომ თქვენი ხმა ძალიან ასოცირდება, რადგან ტელევიზიებში გადის თორე ამის იქით ცხადია ხართ დუბლირების მსახიობები, გაქვთ ბევრი საინტერესო პროექტი, წამყვანი. თუმცა მაინც დღეს ვისაუბრებთ თურქულ სერიალებზე. მაგრამ აქვე უნდა ვახსენო მე აუცილებლად, რომ ეს ადამიანები მხოლოდ თურქულ სერიალებთან კი არ არიან ასოცირებულები. ახსენე ეს უკვე. არა, მე უფრო ცლად უნდა ვახსენო, შეუძლებელია, უფრო ცლად უნდა ვახსენო მე. აუცილებელია ეს ყველაფერი, ზანდა და გვანცა ძალიან დიდი ხანია ამ ქვეყნის ხმები არიან ზოგადად. არა მხოლოდ სერიალების, მაგალითად გვანცა გთხოვ, შემდეგი სადგური გუცირიძე გაგვიკეთე გთხოვ. ეს ჩემი სავიზიტო ბარათი ხალხმა გაიგოს დღეს ვისთან ერთად ვზივართ. გუცირიძე გინდა მაინც. ნებისმიერი ბახტაძე თქვი თუ გინდა. ყველაზე პოპულარული არის შემდეგი სადგური რუსთაველი. ეს ყველაზე პოპულარული. ეგ არის, კი. ძალიან ბევრი ისტორია უკავშირდება. არა მარტო ესე იგი მეტროში ისმენთ ამ ადამიანის ხვას, არამედ სათამაშოც გაქვს გახმოვანებული, როგორც ვიცი, ტასუნა, ხო? ტასუნაც გაგვიკეთე რა. დედიკო, მიყვარხარ. ძალიან დიდი სენსიტივი შემოიტანეთ ახლა ამ არჩეულობიდან. არა, ესე დავიწყეთ უბრალოდ. კი და ზანდა კიდე არის ადამიანი, რომელიც აი არ ვიცი, ძალიან დიდი ხანია ამ სფეროში ხარ შენ, ხო? როგორც ვიცი, ერთ-ერთი პიონერი ადამიანი ხარ, ვინც ჩვენ ქვეყანაში ქართულად გახმოვანება დაიწყო და აი საზოგადოებრივი მაუწყებელზე შექმნილმა გუნდმა მაშინ მიგიღო შენ და მაქედან მე მოდიხართ, ხო? უფრო მეც ლაპარაკებ თქვენ თავზე, მოდით თქვენ უფრო. მოკლედ მოგვიყევით. პრინციპში იყო მე მგონი 2001 წელი როცა დავიწყე ეს საქმე. სულაც არ ვაპირებდი რომ მართალი რო გითხრათ, მაგრამ მე ისე მომეწონა ისე შემიყვარდა რომ აი თითქმის 25 წელია თქვენთვის დღესაც გიყვარს ეს საქმე ძალიან. მართლა მიყვარს. ვიცი რომ გიყვარს. ხო, დღემდე ახმოვანებ. აქტუალებული შედის სტუდიაში. და მაინტერესებს აი შენი ერთ-ერთი პირველი სერიალი თუ გაიხსენებ, რა ძალიან პოპულარული იყო, მე მგონი ჩვენ ეთერს გარეთ ვლაპარაკობდით, რომ ხო, ერქვა ეშმაკუნა. იყო ვიცი ეს სერიალი კი. მახიორელა მორელი მეხია გუცმანისა და აი ის გოგო იყო ლამაზესი ხო და დამამახსოვრდა. გიждდებოდი ისე მომწონდა და ეხა რომ ერგო წილად რომ შემეძლო გამეხმოვანები და ვიყავი ძალიან ბედნიერი და მე ვერიღაცები რო გცნობენ და მოკლედ ძალიან კარგი იყო და
ეგ იყო პირველი დასამახსოვრებელი. ეს ის პერიოდი იყო, როცა გახმოვანების მსახიობებს ქუჩაში ცნობდნენ, ხო ესე? ალბათ. ანუ ესე ვერ გცნობდნენ, მაგრამ შეიძლება ხმით ეცანი ვიღაცას, მე პატიჟებდნენ რეგიონებში და ნუ დიდი ამბები. ხო, ნუ ახალი პოპულარობა მოყვებოდა ეგ ბიზნესი. კი, და ძალიან დიდი შრომაც მიდიოდა, ხო? მაშინ მე მგონი მაშინ განსხვავდებოდა ძალიან პროცესი. რო იწერებოდა და მთელი მოყოლით ვიცი მაგ დროს მე ყველაზე საინტერესო იყო, მე ხარ რომ ყვებით ხოლმე ძალიან უცნაურია მათთვის ვინც ეხა დაიწყო გახმოვანება, იმიტომ რომ იყო ნატურა რომელიც როცა უნდა დაგეწყო გახმოვანება ინთებოდა რა. მე ხა წარმოიდგინე რას ხშირით ინთებოდა ეს ნატურა და ნუ სულ ამ ნატურაზე მიჩერებულები ვიყავით რომ ნუ აი თუ აინთო მაშინ მე უნდა დაიცა პატარა ხავტები არ გაგამოცდილება და ჩვენი მეგობარი რომელიც სამწუხაროდ ცოცხალი ახალი ამბობდა ხოლმე რომ სახლში რომ შევდივარ და სინათლეს რო ვანთებ ლაპარაკს ვიწყებ. დროზე ვიყავით სტუდიაში. შუქი აი რა ვიწყებით გიჟები და ანუ ძალიან საინტერესო პროცესი იყო და ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელი. ხო, დღევანდელისგან რაღაც თან ბევრი ხალხიც წევდით ერთად მოყოლით. კი, ერთ სკამს მაგალითად მე და ჩემი მეგობარი დიანა ჩხიკვაძე ვიყოფდით ერთ სკამს, ერთ მიკროფონს, ერთ ხელფას სხვადასხვა. აი ძალიან სასაცილოა. და როგორ განვითარდა გახმოვანება დღევანდელ დღეს უკვე სულ სხვანაირი მერე წლების გასვლის შემდეგ გახმოვანება შემოუერთდა თვითგვანცა აღიძე. როგორ შემოიწერა თავისი ბრწყინვალება, სინათლე, სილამაზე, ეს ენერგია, საოცარ დამამშვიდი და ენერგია რომ აი არ ვიცი სადაც შენ შემოდიხარ სადაც შენ აი ამ შენ ენერგიებს ასხივებ იქაურობა ნუ აი არის გაბრდღვიალებული მე რას ნიშნავს ნამდვილი მეგობარი ცოტა გეტენება არა ჭირდება ჭირდება იყო ერთი შუტა თროფია მაგას ჯოუკი თქვენ ჯოუკი რა საქართველოში უმუშევრობაა გვანცას ბრალია იმიტომ რომ ყველგან ეს მუშაობ დაიწყება რადიო წამყვანი ტელეწამყვანი მსახიობი გახმოვანების მსახიობი დაიწერა ესეთი სათაური პროდიუსერი ავტორი რავი ყველაფერი და უმუშევრობა საქართველოში იმიტომ რომ გვანცალაღიძე მუშაობს ყველგან და ზოგს ასეთი გაგება ქონდა ამ სტატუსთან მიმართებაში ზოგს ისეთი შესაბამისად ძალიან შეშინებული დავდიოდი ერთი პერიოდი მართლა იყო უკმაყოფილება რომ ანუ შენ იმდენ სამსახურში ხარ რომ ჩვენ რა ვქნათ თუ იყო ასეთი სერიოზული შეხედულებებით. ორივე ადამიანს უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენ წინა პოდკასტში ვყავდა სანდრო კახეთელიძე, სტუმრად ჩვენი მეგობარი და იქაც ბევრჯერ ვახსენეთ ამ დუბლირებაზე და ამის მნიშვნელობაზე ჩვენ ქვეყანაში რა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა გლობალურად სკოლა რამდენად მნიშვნელოვანია და დგას ძველ მსახიობებზე. კი, და ნამდვილად მეც სანდროც და შენს რო ესე მივედით, დუბლირების გაკეთება რო ჩვენც დავიწყეთ, დაგხვდა ძალიან დიდი ნამუშევარი თქვენი მხრიდან და არა მარტო თქვენი მხრიდან, აქვე უნდა მოვიკითხოთ ნინა შადური. ნინა შადური იყო ჩემი გახმოვანების პირველი ნაბიჯი და დედოფალი, იმიტომ რომ ჩვენ ერთად მუშაობდით რადიო კომერსანტში და მახსოვს მაშინ არ იყო ჯერ რაღაცა პაუზა ქონდა ნინოც ასევე ძალიან დიდი ხანია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფუძემდებელი ამ მიმართულების და არ მუშაობდა იმ პერიოდში გახმოვანებაში. და მაშინ მითხრა საინფორმაციო მიყავდა ნინოს, მე სხვა გადაცემა მიყავდა და ეთერში ის მიყურებდა ძალიან გამჭოლი მზერით და შევ გახმოვანებაში იქნებიო ძალიან მაგარი. ჩემ უცხოხილი იყო მაშინ სამსახიობო მიმართულება მქონდა არჩეული, ახალი დაწყებული მქონდა წამყვანობა, რადიო წამყვანი ვიყავი მაშინ და ნუ არ მივაქციე ყურადღება ახლა დიდად ამ სფერო მიმართულებას, თუმცა როგორც კი ნინო ძალიან მალევე დაბრუნდა ისევ თავის ძველ პროფესიაში და ზარი აქვე ვახსენოთ რომ ნინო შადური არის გახმოვანების რეჟისორი და ზოგადად აი ზანდაც ვამბობდა თეატრონიდან ანუ ძალიან ძველი ადამიანი რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გახმოვანებაში რომ აი ნუ მე ვიტყვი რომ საუკეთესოა ჩვენ ქვეყანაში ამ დარგში ნამდვილად და მისი დამსახურება ზუსტად და შემდეგ გვანცამ ყვება მოკლედ აი ის გარდატეხის მომენტი აი როდესაც უკვე კინოთეატრებში გახმოვანებაზე როცა ვსაუბრობთ ახლა ხო როდესაც უკვე დაიხვეწა გახმოვანების მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია როლები მოვირგეთ და ამაზე დიდი შრომა მოგვიწია პრინციპში შრომის გაღება ხო ნინოსთან ერთად ხო ნიჭია თუმცა ამას განსხვავებული სპეციფიკა უნდა გახმოვანება ძალიან ბევრს გონია ხშირად გვაქვს ხოლმე ამას საუბარი რომ აი გახმოვანება ხო ნუ აი რა ეხა თუ მსახიობი ხარ გახმოვანება თუ შედიხარ ოლში და ხო გადაშლი წაიკითხავ გიწერე სულ სხვა სტრუქტურა და სულ სხვა პროფესია ვიტყოდი აი სამსახიობო კარიერისგან აბსოლუტურად განსხვავებული დამეთახება ჩემი პოლიტიკასთან და
კიდევ სხვაობაა voice-over-სა და დუბლირებას შორის. დიდი სხვაობაა აქ. მე გეტყვით ამას, რომელსაც ძალიან ცოტა გამოცდილება მაქვს voice-over-ის, საერთოდ არ ვარ კი და დუბლირების, საერთოდ არ ვარ მსახიობი, ესე. თუმცა რაც თავი მახსოვს ეთერში ვარ, ანუ გულისხმობ ხმით და აქედან გამომდინარე მოვხვდი ცხადი ამეც გახმოვანებაში, თუმცა აბსოლუტურად სხვა არის დუბლირება. აბსოლუტურად სხვა არის, მე ძალიან გამიჭირდა მახსოვს. და იქაც ბალანსია დასაცავი და არა საინტერესოა, ხო. ძალიან საინტერესოა. დუბლირებაში არ უნდა გადააჭარბო მსახიობს, რომელსაც უკვე შექმნილი აქვს როლი, თუმცა უნდა შეხვიდე იმ როლში. არა, ეგ voice-over-ში. დუბლირებას გულისხმობ, ანუ არ უნდა გადააჭარბო. არა, გადაჭარბება ხო მსახიობის თამაშს, ხო ასეა. ანუ როგორც ჩვენებაში გრძუალესად. იქ უნდა იყოს, სადაც ის არის, მაქსიმალურად დაამთხვია. იქ უკვე ნუ voice-over-ში კიდე თავისი ერთი ხაზი აქვს, რომელსაც დიდი ფერები არ ჭირდება, როგორც დუბლირებას. ის არის ყველაზე კომფორტული, თორე ამდენი წელი არ გვეყარებოდა, ესე იგი. მაგრამ დღეს ვართ ყველა მელეკები, საჰრები, ამაშია საქმე. კი, დღეს დაუბრუნდა აქ ის თურქული მუსიკა დაადეთ. ამაზე რა გადა. არა, ძალიან კარგი, იმიტომ მე ცოტა თურქული ვისწავლე. ცოტა მეგონი კარგად იცი უკვე, იმიტომ რომ მაგაზე მინდოდა მე კი ამაზე მოყევით რა. ანუ მე თურქულ სერიალებს იმის მერე დავიწყე გახმოვანება, ხა მედაც იყო არ ვახმოვანებდი თურქულებს, ჩვენ სხვა სერიალები ქონდა აჭარანეძე, მაგრამ აი მე უკვე რაც ტელევიზიებში წავედით, ეხლა მე და შენ ვახმოვანებდით რამდენ თურქულს, მე და შენც ვახმოვანებდით რამდენ. ჩვენი გახმოვანებული ფილმი საოცრება ის 500 სერია, ერთი და იგივე სცენა ვითარდებოდა, ბოლო სერიაში ველოდებოდით ამ 500 სერიის განმავლობაში, რასაც ველოდებოდით იმას, თუმცა ის არ მოხდა. ოპა. არა. და სხვაჯერ ამან გამოიწვია ძალიან დიდი ვაჟიოტაში. როგორ დამთავრდა? ეგ იყო ძალიან ღადაობა, ერთ-ერთ ტელევიზიაში ვახმოვანებდით მე და გვანცა რაღაც სერიალს და 600 თუ მართლა 500 სერია. აი, სუ დაარბიან ეს ვიღაც ისინი, რა ქვია, საჰრები და საჰრა და ვინ იყო მეორე. აღარ მახსოვს, აი მინდოდა გამეხსენები. აბდულაჰი არ ერთმანეს დაასდევენ ეს ერთი ბავშვი არის, ოღონდ ის ბავშვი არა, 1200 სერია რო არის, ეგ არა. სხვაზე ვამბობ და ბავშვი მეც მახსოვს, თავარზე გადიოდა. კი, თავარზე გადიოდა ეგ. ხო და მოკლედ და ბოლოს აი კულმინაცია რაღაცა რა, რომ აი რა ხდება, რომ დამთავრდეს და არა რეჟისორმაც არ დაამთავრა. ბოლო სერია მქონდა წარწერები იყო და რაღაც კადრები რომ წარწერებს კითხულობდი მე რომ საჰრა ძალიან კარგად არის თავის სახლში. მელექი მშვიდად ზინავს და რა ამბავი გამოიწვია თვითონ TikTok-ში. ანუ თვითონაც დაიღალნენ ამ სერიალის გადაღება რეჟისორად დედაც ვატირეო. შუშები ხო ჩაამტრიეს იქ ოფისში. ტიტრები გაუშვითო პროსტაო. მე უკეთესი შემთხვევა მქონდა 367 სერია აღმოჩნდა სიზმარი. რამდენი სერია? და 367 არ მან ზუსტად ის არ. ბოლო სერიაში გაირკვა რომ აღმოჩნდა სიზმარი. აღმოჩნდა სიზმარს უყურებდი. ცოტა ხოიცი რომ ეს საინტერესო სიუჟეტია. მე მაინც მინდა, ეხა კი ხუმრობა ეს, მაგრამ მაინც ჩვენს ქვეყანაშიც და არა მხოლოდ ცხადია და ცალსახაა ნამდვილად. რომ ეს რაღაცა თურქული სერიალების კულტი არის პოპულარული, ხო ეს? ძალიან ბევრ ქვეყანაში. ხო, ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენ ქვეყანაშიც, არსებობენ ოჯახები და ბევრი წელია უკვე, რომ ასე იკრიბებიან ამ თურქული სერიალების საყურებლად, მე იქ მეზობელი შემოდის, განსაკუთრებით თქვა რეგიონებში ხშირად ხდება ეს, იმიტომ რომ არის რაღაცა რამდენჯერაც მიკითხავს თქვა აი ეს თურქული სერიალების მაყურებლებისთვის, რომ აი რატო უყურებთ რა, ანუ აი სულ რატო უყურებთ, აი როგორ შეგიძლიათ რომ უყუროთ 700-800 სერიას, რომელიც არ სრულდება. და პასუხი არის რომ მარტივია, რაღაც ადამიანურია, აი ვერთვები. ძალიან ბევრი მიზეზია. თუმცა აი მაინც თქვენთვის, რომლებიც აი ესე ძალიან მეტად ჩახეთულები ხართ, იმიტომ რომ მეტი გამოცდილება მიიღეთ, ასე ვთქვათ, თურქოლოგიაში. თურქული სერიალი გაქვთ გახმოვანებული. რას ფიქრობთ, აი რატო არის მაყურებლისთვის მაინც ესეთი შთამბეჭდავი და მიმჯაჭრელი პროდუქტი? აი რატო აღმოჩნდა? ბევრი მიზეზი არსებობს. გარდა იმისა, რომ თქვენი ხმებია აი ეს მიზეზია და ამერიკაში კიდევ ერთხელ რას ნიშნავს მეგობარი. კი გაგძერე, ლაშა იგივე ტემპში გაგძერეთ ხო? მთავარი ამბავია, რომ არის ტრადიციების და თანამედროვეობის შერწყმა და ეს ძალიან მოსწონს ადამიანებს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი აიგივებს თავის ყოფასთან, თავის ცხოვრების წესთან. ამ დროს კულტურული დამთხოვებია ძალიან ხშირად, განსაკუთრებით აზიასთან. მსახიობების თამაში სხვათა შორის არის მაღალ დონეზე, ძალიან კარგად თამაშობენ მსახიობები, კარგად შედიან როლში და პლუს ამას არის ცხოვრებისეული მოტივი.
და გამორიცხულია რომ ამ მოტივის რაღაც ფრაგმენტი არ მოხდეს შენს ცხოვრებაშიც. ეს აჯაჭვებს ცხადია ადამიანებს, მაყურებელი მით უმეტეს ბევრი სერია, როცა სერიალს აქვს ეს ფუნქცია ზუსტად და ზუსტად მარკეტინგული გაცვლაც ეს არის რომ ჩაგინაცლოს, გადაგატანოს ყურადღება, პლუს ამას გაინტერესებს გაგიაგვილოს სენი სევიორუმ ლაშა გასწავლოს თურქული ენა ამასობაში სხვა შორის 500 მილიონი ადამიანი ამ ფანებიდან სწავლობს თურქულ ენას ეხა დღეს ჩვენებით. ძალიან კარგი სტატისტიკა, ახალისიც დაიგო. თან ნახე რა არის მნიშვნელოვანი ამბავი, არა მარტო ჩვენთან ეხა ჩვენთან თან ახლოს არის კულტურაც უფრო ახლოს არის, ვიცნობთ და ძალიან მოკლედ მაინც აზიის ნაწილი ვართ ეხა ჩვენ ასე თქვი და გინდისე, მაგრამ ტრადიციებით გარკვეული ტრადიციებთან ახლოს. ვენესუელაშიც კი ვენესუელური სერიალი ბუმი ხო იყო ჩვენთან ერთი პერიოდი და მანდაც მაგრად ჩაანაცვლა. მანდ არის კარგი ექსტრემალური ვითარება მიყვარს. ძალიან ეს ალამაზებს ექსტრემალური ვითარება. მე ვხანებოდა. კარგი დავიწყებ თავიდან. ხო და ამასთან ერთად ანუ იმის თქმა მინდოდა რომ გარდა მარტო ჩვენ ქვეყანაში ხა ჩვენ კულტურულად მაინც ცოტა რო გაგახმოვო. Yaxşamlar. არა ხო გეიჭყაპე ცოტა გეიჭყაპ. всё, კაი, всё. ერთი მორჩა, იგივე უნდა გავიმეორო, არ გაგეცინო. მიდი. ხო და იმის თქმა მინდა რომ გარდა იმისა რომ ეხა ჩვენ მაინც ჩვენი ქვეყანა და თურქეთი მაინც ახლოს ვართ ტერიტორიულად და კულტურაშიც რაღაც ჩვენ მაინც ნაწილი ვართ. ტრადიციებიც რაღაც გვაქვს. ნაწილი ვართ აზიის და არა მარტო ჩვენ ქვეყანაშია პოპულარული, არამედ გლობალურად ძალიან მაგრად გავარდა რა იდეაში, იმიტომ რომ აი ვენესუელური სერიალების ბუმი ხო იყო რა ერთი პერიოდი ჩვენთანაც და ვენესუელაშიც კი უკვე თურქულ სერიალებს უყურებენ. კი იმდენად პოპულარულია რომ თავისი კინოკომპანიებმა ანუ მართლა თავისი წარმოებები შექმნეს, ანუ თურქეთში რაღაც Netflix-ს თავის წარმოება აქვს და აწარმოებს თურქულ სერიალებს. და Netflix უამრავი მაყურებელი ყავს თურქულ სერიალებს. ნახვადია პროდუქტი. მართლა ანუ ეხლა ვერ ვიტყვი რომ TV show-ების დონის რაღაც Game of Thrones-ის და რაღაც Last of Us-ის დონის პროდუქტებენ ეგ TV show-ა, მაგრამ აი საპნის ოპერის დონეზე, ჩემი აზრით, მით უმეტეს რაც ამ კინოკომპანიები და ეს კინოკომპანიები დაინტერესდნენ, მართლა საკაიფოდ მაგრად გაკაჩეს რა. ანუ როგორც შინაარსობრივად, ისე მხატვრულად, ისე რეჟისორულად და რავი აი თურქეთში სახელმწიფო ზრუნავს თვითონ პოპულარიზაციაზე ძალიან დიდი ფული იდება სერიალებში. იმიტომ რომ ის არის მაგარი შემოსავალია ქვეყანაში. იმიტომ რომ ტურისტულ ზონებსაც უკეთებენ პოპულარიზაციას და ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი გლამაზი ადგილების გადაღება სერიალებიც აი მაგრად ჩაანაცვლა რა. ეხლა ჩვენთან 1-2 სერიალი გადის ეხლა. ბოლო პერიოდში რაღაც იშვიათად მინახავს ეგრეთ რომ ძირთად თურქულებია რა და სხვადასხვა არ არის ცუდი თურქულები რაღაც ანუ არ არის ცუდი რა მე არავის გემოვნებას ხო ეხა ესე არ გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ ხო ეხა ჩემი გემოვნების არ არის თურქული სხვადასხვა ის რა ქვია ჩვენ სანამ გადაცემას დავიწყებდით ერთ-ერთმა ჩვენმა ოპერატორმა აღიარა რომ არის მაყურებელი ჩუქურს უყურებდა ხო ჩუქური იყო ძალიან პოპულარული მე ვახმოვანებდი რუსთავი მუსიკაში ჩუმად მანქანაში აი ბუმი მაგრამ იცი არის უცნაური არის ის რომ აი არის ისეთი სერიალებიც რა ნაკლებად ყურებადი ნუ ჩვენთვის ვამბობ არადამაკნინებლად ოღონდ რა აი ძალიან პრიმიტიული სიუჟეტით სადაც გოგო არის ძალიან კეთილი და ბიჭი ძალიან ბოროტი ოღონდ აი რა ერთმანეთს უყვარდებიან ერთმანეთს აი ასეთ სერიალებს რომ მიკითხავს ხოლმე რომ რატო ყიდულობთ რა ნუ ხო შეიძლება რომ რაღაცა უკეთესი საოცარი რეიტინგი აქვს. აი, აუხსნელი ამბავია, მაგრამ რაც უფრო ცოტათი ისეთია რა, პრიმიტიული უფრო მეტი რეიტინგი იდება, ვიდრე აი ცოტა ისეთი. ინდურ სერიალებსაც ყავს უდიდესი რეიტინგი. მე ვახმოვანებდი. ისიც დაუსრულებელია. 400 რაღაცა სერიალი. ლეპტოპი რო გარეცხა ერთი ის. მე და შენ ვახმოვანებდი. ლეპტოპი რო გაურეცხა ხმარს. მე და შენ ვახმოვანებდით რაღაცას. გაასუფთავეო ლეპტოპიო თუ რაღაცა. გაწმინდეო და გაწმინდა იმას. მე და შენ ვახმოვანებდი რაღაც ინდურს და მერვა ასე სერიაზე თუ რაღაცაზე ვიყავით და ესენი მოკვდნენ ანუ
დაიბრიდნენ ეს ორი გოგო და ბიჭი ვიზეც იყო ეს სერიალი და მე შემდეგ სერიალში რეინკარნაცია განიცადეს და თავიდან დაიწყეს გაცნობა გამახსენდა ღრუბლებში რა შეხვდებიან ერთმანეთს კი თავიდან რომ დაიწყეს გაცნობა ერთმანეთს დეპრესია ჰქონდა საღამო საშინელებ ჩემ და ჩემ პარტნიორს ერთმანეთს დანახვაზე უკვე ძალიან ხიარული ხარ იმიტომ რომ ხო მე ვიცი თავი როგორ დავაბალანსო იმ დროს როცა წარმოუდგენელი რამ ხდება ჩემთვის მე მიყვარს რომ ჩვენი პარალელი ჩვენ დავაბალანსოთ რა ჩვენი პარალელური საუბრები მიდის ჩემსა და ზანდას შორის და შენს და გვაქვს რაღაც ისე რომ გრად რო აი მოდი რაღაცაზე შევიდე ხა კაცო მიდეშენ ილაპარაკე ჩემი მე მინდა გითხრათ რომ ამ არაჩვეულებრივ გარემოში და არაჩვეულებრივ კერძებში და საოცარ კომფორტში აქ უნდა გქონდეთ სტუმრებისთვის არ უნდა იყოს დამჩაგვრელი ეს სილიკოში უნდა გქონდეთ რა ფურშეტი არა მას უფრო უნდა გაშალოთ ღვინის აქ ჩვენ არ გვიხსენებია სადო აი ახსენე არაჩვეულებრივ რეკლამა ქალმა რეალურად რა აჰა ნამდვილად სილიკო გარემო შემდეგი გაჩერება ბარნოვის გეხოცაბე სილიკო ბარნოვის 64 გითხარი აბა სილიკო ბარნოვის 64 ძალიან კაი. ეხლა მინდა შენამე თურქულად თქვა და იმან გაახმო. გეხოცავ მინდა. პირიქით არ შენამე თურქულად. არა, მაგდენი თურქული ხა ეს რაღაცა ცოტა გამარჯობა, მე შენ მიყვარხარ. მე დამემართ. მე დამემართ არ ვიცი. ამ ხსედი სიყვარული. სევიორუმ არის ეხლა. სევიორუმ ზანდა. შენ მიყვარხარ ზანდა. ლუთფან. ლუთფან მომწონს. არის ხალხს ძალიან. ლუთფან. მე დუნდურმა მომწონს. დუნდურმა. თურქიშ დუნდურმა. მე ვიდექი ამის მოყოლა მინდოდა რიგში მაღაზიაში ვიყავი ახალი გამოსული სხვათა შორის იმ სერიალის ამპლუიდან რომელსაც მე და შენ ვახმოვანებდით ერთად თურქულ სერიალს გულისხმობ და ვდგავარ რიგში და მესმის რაღაცა საუბარი ჩემს უკან და ყველაფერი მესმის თითოეული სიტყვა მესმის და მივტრიალდი რომ ბავშვს მოვეფერო და მაშინ აღვიქვი რომ თურქულად საუბრობდნენ ეს ადამიანები და მესმოდა როგორც ქართული იმდენად გამოყვა ხო ანუ თითოეული სიტყვა არა მართლა ესია ხანდახან ტექსტი აკრია და ბავშვს ნაყინს სითხავდა და მშობელი უკრძალავდა ყელით ტკივა ანუ ეს მოდა ჩვეულებრივად თარჯიმანი ყელით ტკივა არ გინდა და შენ რო უცბად ადეფონად ქართულად არა შვილო ყელით ტკივა არ გინდა დუნდურმა ნაყინი ცუდ გახმოვანების ის რომ შენ ყვებოდი ის თურქეთში რომ სტამბოლში რომ პოგზაურობდი ჩვეულებრივად რო გესმოდა კი მესმოდა და ჩემ მეგობრებს ისე უყვირდათ რომ როდის ისწავლება თურქულიო და ნუ აი ამ სერიალებამ რამდენი დადებითი მოაქვს თურქული სერიალების გახმოვანებით და ძალიან პოპულარულია ხო ჩვენ ქვეყანაში ეხა გინდა ესე აუარე გინდა ისე აუარე ამ ყველაფერს ძალიან პოპულარულია და ნახე წეგან ვამბობდი რა რომ რაც უფრო მარტივიაო და რაც უფრო ისეთი ლაითიაო უფრო დიდი რეიტინგი აქვს რა და ძალიან ლოგიკურია იმიტომ რომ ისეთი ზოგადადაც რა ეხა არა მარტო ჩვენ ეხა მაინც და მაინც ამ ქვეყანაზე და ამ იმაზე არა გარემო ზოგადად რა დღევანდელი გარემო ისეთი სტრესულია ისეთი დაძაბულია რომ რაც უფრო მე მარტივად მისაღებია ტვინისთვისაც და მარტივად გადამუშავებადი, იმას უფრო იღებ, აი სადღაც ფონად რო არის ტელევიზორში ჩართული. ზეცუზირას ეფექტი აქვს. ხო, ტელევიზორში რო არის ჩართული, უფრო მარტივად იღებ და მარტივად გადამუშავებ, ვიდრე აი რაღაცა სირთულებს რა. ციკო, ჩემი მწერალი გოგო ბოდიში რა, აი შეგაწყვეტინა ისე და ხებ ზეცუზირას ეფექტი. აქამდე მარტო ციკო მაწყვეტინებდა ჩემ პოდკასტში რა. აი შენ რა გეუბნები, ეხა სამივერდოდ რო დავხალო. ეხა აი მაგერა ვიბრზვი რო სიტყვა ვთქვა. შენ ყოველთვის გაიმარჯვე. იმის მამიდოდა რომ აი ნოლანის ფილმი რო ჩართო ეხა ყოველ დღე ეხა იმის რაღაც ჩახლართულობები ძალიან მაგარია საერთოდ სადა დედამიწაა მაგრამ აი ვერ რა ეხა ყოველ დღე მაგას ვერ გადაამუშავებ რა მაყურებლისთვის მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან არა ჩემთვის როგორც გახმოვანებლისთვის ეს გასახელი არ უყარს ლაშას გახმოვანების მსახიობისთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედია იყო მე და სანდრო კახეთელიძე ვახმოვანებდით ერთად რაღაც თურქულ სერიალს ყოველ დღე რომ მოვდიოდი ვტიროდი და უბრალოდ მახსოვს ძალიან და მახსოვს რომ ფიზიკურად ვერ ცვლიდნენ ხმას და მე შეიცვალა ტიროდი კი ანუ მართლა ძალიან რთულია როცა მოქმედებდა იმიტომ რომ აი საერთოდ ვერაფერი ვერ მომეწონა მაგრამ მე ვფიქრობდი რომ ეთყობა უბრალოდ ძალიან ცუდი სერიალი შემხვდა თქო რა კი ნამდვილად იმიტომ რომ მე მაგს ანახე ხა ჩვენ ლაპარაკობთ რაღაც ძირითადად უფრო დაბალ ბიუჯეტურ ისეთ სერიალებზე რომელიც მართლა რაღაცა აი მარტივი და მართლა სისულელია მაგრამ ანუ მე არ მინდა ისე გაიგოს ახლა მაყურებელმა ძალიან ბევრი მე მაქვს პირადად მეც მაქვს გახმოვანებული აი 2025 24-23 წლის აი ბოლო პერიოდის განსაკუთრებით და ძირითადად შენ გაგხოლმე მე მგონი ეგეთი სერიალები ზანდა ხო მართლა კარგი პრემიერები ზანდა ხო იმიტომ რომ მართლა ახლა არ შეიძლება არ ვთქვათ არ ვახსენოთ ნანუკა სტამბოლიშვილი
რომელიც ჩვენი ქართველი მსახიობია და ძალიან დიდი წარმატებით მოღვაწეობს თურქეთში, თურქული სერიალების რაღაც ძალიან ისეთი პოპულარული მსახიობია და მართლა ეხა ნანუკა სადაც თამაშობს, ვერ იტყვი რომ იმას რაღაც პრიმიტიული შინაარსი აქვს, ან რაღაცა სერიოზული, ეხა TV show-ს დონე შეიძლება არ არის, მაგრამ სერიოზული, კარგი საპნის ოპერაა, იმიტომ რომ ხო, სერიალები არ ვიცი, თუმცა თურქული კინო, თურქული სრულმეტრაჟიანი კინო საკმაოდ საინტერესოა, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის რაც მინახავს, არ ჩამოუვარდება ნამდვილად ევროპულ ფილმებს, განსაკუთრებით საფესტივალო თურქული ფილმები რაც მინახავს, საერთოდ სხვა შესაძლებლობებია. კიდე ერთი მიმდინარეობა, რომ ჰოლივუდის ძალიან ცნობილ ფილმებს რიმეიქს უკეთებენ თვითონ რა, თავის იმაზე, რამდენიმე და კი, და კარგად, საკმაოდ კარგი მსახიობები წავს, ეხლა ჩვენ რაღაც ძალიან ისე წავედით, ანუ ამაზები არიან, ხალები ყავს, ლამაზესი. რატო წახვედი ისე? არა, არ წავსულვართ იქით, ანუ რეალურად ძალიან ლამაზი ადგილებია. არაჩვეულებრივი გოგოები, მსახიობები კარგად თამაშობენ. ხა მე ძალიან მიყვარს, საოცარი კულტურა აქვს თურქებს რა, ძალიან ისეთი პატივსაცემი და ახლოს არის ჩვენთან. სხვა შორის მე და შენს რომ ახმოვანებდით რაღაც აი სერიალს, იმ სულელურ სერიალსაც, იქაც ძალიან ხაზგასმით იყო ნაჩვენები, მე რაც მახსოვს, აი ოჯახურ ძალადობაზე რა, რომ აი რამდენად ცუდია. მე რელიგია შემოდიოდა იქ და ერთი იყო ეს მოძღვარი, მოკლედ მათი რელიგიის და ის ამბობდა, როგორ? იმამი, ხო. რომელიც ელაპარაკებოდა ამ თავის მოსწავლეებს, რომ როგორ არ შეიძლება ამ რა ქვია ოჯახზე ძალადობა, ხალხზე ძალადობა და ასე შემდეგ. წამოწეული ექთემები. კი, ძალიან წამოწეული და მართლა ძალიან ისე ეხმარება რა. დიახ. შეთანხმდნენ. აი, ეხლა თქვენი საყვარელი თურქული სერიალები გიხარით თუ არსებობს ასეთი? საყვარელი იყო დედამთილი, სხვათა შორის ესე ერქვა. უბრალოდ მე მგონი ორიგინალში ქვია სტამბოლელი რძალი, მაგრამ ჩვენთან ერქვა დედამთილი და მართლა ძალიან კარგი კასტიც იყო, მსახიობები იყვნენ ძალიან მაღალი დონის და ნუ სიუჟეტიც ახლა ნუ რაღაც განსაკუთრებული შეიძლება არაფერი არ ყოფილა, მაგრამ კარგად აწყობილი, დავარცხნილი სერიალი იყო. ძირთად მელოდრამებია, ხო? რა თქმა უნდა. უფრო დრამები, დრამა, ხო. ოჯახური დრამები, ხო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ოჯახის კულტი სულ პირველ პლანზეა და ნუ ეს რელიგიაც მასთან ერთად. თქვენ გვანცა? თქვენ რას გვეტყოდით? თქვენ მინდა და რას კითხოთ? თქვენ რას გვეტყოდით? მე ყველა პერსონაჟი მიყვარდება, ვისაც ვახმოვანებ. ერთის ვერ გამოვაყენე. მოდი მე ვიტყვი სიმართლე. გვანცა დღემდე ახმოვანებს რამდენიმე ტელევიზიაში და დღემდე ახმოვანებს და ზუსტად ვიცი რომ სახელიც კი არ იცის იმ თურქული სერიალის, რომელსაც ახმოვანებ. არა, ეხლა რომელსაც ვახმოვანებ, ძალიან მარტივი სახელი აქვს და მახსოვს. ხო. ან რეალურად ძალიან ესეთი მასშტაბური ინტერესის საკითხია ეს თურქული სერიალები და პრინციპში ამიტომ გახდა ჩვენი სამეგობროს სასაუბრო თემა პირველ რიგში. რა კარგად შეარქვა ისევ. წერალია ეს გოგო. თუმცა ამბავი არის ეგეთი, რომ ცხადია, ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები არის თქვენ ბიოგრაფიაში. ეს არ არის მთავარი, თუმცა მაინც ეს თურქული რატო წამოწიეთ, ამაზე გვინდოდა ძალიან კონკრეტულად რო გვესაუბრა, რომ არის ხო, აი ეს რა ძალიან მასშტაბური ინტერესის საკითხი დღემდე საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც და თითქმის რავი ოჯახში ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს მოეპოვება ერთი ოჯახის წევრი მაინც რო არ იყოს, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს საღამობით ამ თურქულ სერიალს ჩაუჯდეს. იმიტომ რომ იცი რა არის, არა მარტო გამომდინარე ჩვენც რომ მოგწონდეს, სხვა რა. მე მინდა იმას გავუსვა ხაზი, რომ მოგწონდეს. ხო არა, გთავაზობენ, ნახე. ხო. მაინც ძირითადად გთავაზობენ, მაგრამ არა, გაგშოფლება არ მოგწონდეს, მაგრამ მე მართლა მიკუთხით მინდა ვთქვა, რომ ანუ შეიძლება ჩვეულებრივად მოგწონდეს, ანუ უყურებდე და ეს არ იყოს რაღაცა ვიღაცისგან ბულინგის რა არა, ბულინგი მიუღებელია ნებისმიერ საკითხში. მე ზუსტად ვიცი, რომ ვიღაცები უყურებენ, ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს თურქულ სერიალს და მალავენ და თავის სამეგობროში და თავის იმაში ვერ ამბობენ, რომ ანუ არის ეს შემთხვევები, რომ ბულინგდება ადამიანი თურქული სერიალში. დაცინვისაგანი ხდება. დაცინვისაგანი, რომ მე გამიგია, კი, მე გამიგია. მე უბრალოდ ვიცი, რომ აი ბებიები დიასახლისების სახში ზუსტად ისე უყურებენ ამ თურქულ სერიალს, როგორც ოდესღაც სუპერიერი იყო ჩართული ოჯახებში. ძალიან ფაქტია. ძირითადად რეიტინგს არხზე წერს სერიალი. ჩვენ ხელა ადამიანები ძირითადად ანუ ბევრია, ვინც უყურებს. სოციალურ მედიაში უფრო ჩანს ეგ. რომ არ დაბულინგდეთ ხალხო, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ გემოვნებაზე არ დაობენ, რაც გიყვართ, იმას უნდა უყუროთ.
სოციალურ ქსელებში არის ადამიანი და გრუპებია, სადაც განიხილება ჩვეულებრივად ეს თემები და ამიტომ ხვდები, რომ ის ახალგაზრდა ადამიანების უყურებენ არა მარტო დიასახლისები, რაღაცა სხვა სეგმენტი არ არის. კომუნიტი არის მაგათი მართლა საკაიფო. და არა მხოლოდ საქართველოში ხალხო ძალიან ბევრი ქვეყანა. ძალიან ღრმად თუ ჩავყვებით, ხალხი არსებობს Netflix ვინც უყურებს იმასაც დაცინის პირობითად. ხო, ნუ მართლა ესეც მე მაგალითად კინომცოდნე ვარ, გიჟედები კინოზე და ფიქრობ, რომ ადამიანმა საერთოდ ყველანაირ კინოს უნდა უყუროს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე მჭირდება. მე მაქვს Netflix-ი გადმოწერილი, სიამოვნებით ვუყურებ ყოველთვის Netflix და საერთოდ არ მგონია რომ ბულინგის რაიმე შემცველობის საკითხი შეიძლება არა ეს მაგალითად ვთქვი, ამიტომ თურქული არ მქონდა გაგებული. როგორ შევინ გაკადრან განცა. მაგას არ გულისხმობ, არა, კადრებელი ბევრია ცხადია, თუმცა გააჩნია როგორ მიიღებ ამ კადრებას და როგორ და ეხლა მე მაინტერესებს თქვენი აზრი, აი გვანცას აზრიც და მე ზანდას აზრიც, აი როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი გადაცემა, აი რა აკლია ეხა? ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბროთ, რა აკლია არა რა. აი სპონსორები აღნიშნე, რა აკლია. სპონსორები აკლია, ვის დაინახავდი ჩვენს გვერდზე? სპონსორები აკლია, მაგი და აკლია, აქ ზილკოს არაჩვეულებრივი კენძებით და ძალიან გემრიელი დარწმუნებული ვარ მიმართულებებით, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში იმ აურას, რომელიც აქ ტრიალებს, ეგ თავიდანვე იგრძნობა, როგორც კი ეზოში შემოაბიჯებდა, განათებები მომეწონა ძალიან და ძალიან გემრიელი კერძები. რაც შეეხება ახლა გამრავალფეროვნებას, სპონსორების აუცილებელია. კინომანებია, ყველა ბიზნესში დარწმუნებული ვარ, ყველას უყვარს კინო და ჯანსაღი საუბრები კინოზე. როდესაც ასეთი პროფესიონალი ადამიანები გვესაუბრებიან. პლუს ამას თქვენი გარემო, თქვენი არაჩვეულებრივი აურა, რომელიც ჩვენ ეთერს გარეთაც ვიცით და ეთერშიც იგრძნობა და დარწმუნებული ვარ მაყურებელი ამას გრძნობს, სად არის კამერა არ ვიცი და მინდა რომ მივმართო. სადღაც აქ არის კამერა. აი ეს კამერა. ხა დაინახა კამერა. არაჩვეულებრივი გარემო გაქვს, შესაბამისად ყველა სპონსორი წამოვა დიდი ბედნიერებით, იმიტომ რომ აუცილებლად ექნება მოგება იმ ბიზნესს, რომელიც თქვენთან ითანამშრომლობს. მე ბევრჯერ ვახსენე, მაგრამ დიდი მნიშვნელობაა. ევეთ. ჩვენ ბევრჯერ ვახსენებ ხოლმე ჩვენს ეპიზოდებში რა, იმიტომ რომ ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი მიზანი არის ისიც, რომ ეხლა შენ და ზანდას ნამდვილად არ გჭირდებოდათ სადმე გამოჩენა ნამდვილად, მაგრამ ძალიან მინდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მართლა სტუდიის მიღმაა, ძალიან ცნობილი ხმები არის, რომლებიც გამოვაჩინოთ, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი მიიღეს და აქვთ ამ ქვეყანაში ამ სფეროს განვითარების, ეს ადამიანები გამოვიყვანოთ სტუდიიდან, ეს იგივე მიკროფონები დაუდგათ და უბრალოდ კამერებთან ერთად ვალაპარაკობთ. აი ზანდას ავიცოდოთ თუ გაგვიძალიებდებიან. საბარგულში ჩაკტენა, ესე მოგიყვანე. აღარ მოუყვება. ეხა გაუნათ და სახე ძალიან სევდიანი იყო რომ მოვიდა. არ მიყვარს კამერა, მაპატიებს. ძალიან დიდი მადლობა. უყარხარ შეიძლება. და მე მგონი დროა რომ ჩვენი პოდკასტი ნანელა არა რა, არ დაასრულე. იქნებით რა. დიდი მადლობა რომ ჩვენთან მოხვედით. თუ რამე გინდა თქვით. თუ რამე გინდა თქვით. ჩვენ ავდგებით რა თქვენს. დაარჩენენ ეს. ზილიკოს გარემოთი ისიამოვნებენ. ჩვენ გვინდა რომ ხშირად ვიყოთ თქვენი სტუმრები. ამერიკის სტუმრობით არ შემოვიფარგლოთ. ბევრი ისტორია გვაქვს სხვადასხვა და მოუყვებით ხოლმე. ზანდას უკვე შეუყვარდა თქვენი კამერა. ხო, ზანდაც მოვა მგონი რამდენად კომფორტულად გძნობ ეხა შენ. ძალიან რა თქმა უნდა, სულ სხვა გარემოა და ნუ არ შევადარებ იმას, იმ დისკომფორტს, რაც სხვა შემთხვევაში მაქვს. ამაში იყო საქმე. ჩემთან გადაცემაში არ არის ნამყოფი და თქვი რომ ჩემთან გადაცემაში არ არის დისკომფორტი. მე გვანცასთან გადაცემაში ვიყავი უბედნიერესი, მართლა ქალის ნარატივი ვიყავი. თვით ქალის ნარატივი. ოღონდ რატო? იმიტომ რომ მეც ძალიან უჟმურად მივედი, ვაფშე არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვაფშეზე ბოდიში, უნდა შემისწორო ამ დროს. არა, მე მინდა ვაფშე, აი დაგადებ ეხა ვაფშე. რა რომ მეყარება ხოლმე ის, მაგრამ რა ვქნა გაზდილი ვარ აქ. ხო და ნახე რა ხდებოდა მე რომ მივედი, იყო ძალიან კარგი. პირველად ნახე გვანცასთან საერთოდ არ მქონდა შეგრძნება რომ ეთერში ვიჯექი და შემოვიდა კიდე ერთი მეგობრული. ხო, თან ძალიან მაქო და ხო და აი ეს გარემო არისა, კიდე გქონდეს გადაცემა, კიდე შევცვალოთ როლები. აუცილებლად. ეხა მინდა თქვენი ხმებით აუცილებლად და გვინდა რომ ორი სიტყვით გითხრათ რომ გამოიწერეთ voice-over-ების არხი. გამოიწერეთ voice-over-ების არხი. მადლობა. ზანდა შემდეგ მე ვეღარ ვიტყვი. შემდეგი სადგური voice-over-ები. აი მინდა ეგ მომწონს. როგორი განწყობით გინდათ? მხიარული განწყობი. შენებური. კიდევ ერთხელ მიკარნახეთ ტექსტი თუ შეიძლება. შემდეგი სადგური voice-over-ები. კიდევ ერთხელ. კარგი. შემდეგი სადგური. კარგი. შემდეგი სადგური voice-over-ები.
აუ, ძალიან ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მოსვლისთვის და მალე კიდევ გეპატიჟებით. აუცილებლად კიდე ჯერ არ ვიცით. ძალიან მინდა რომ კიდე მოვიდა. წინა პოდკასტში ხო ვთქვი რომ მე მგონი შენ ჩაგანაცვლებ მე სანდრო თითქო და ეხლა შემდეგი პოდკასტში სანდრო იქნება სანდრო ჩავანაცვლებ მე ზაიმე. ძალიან ებრძვი შელა. არა. ამას ვერ დავთმობ ვერ. მე ხა ჩემი ვერძობა მაგ ამ ეტაპზე დამარხული თორე. ორი ვერძი რო გვიზის. ემის მე ან კვირაში ერთხელ იმიტომ ვდებთ რომ ყველა პოდკასტის მერე ცოტა მხვდება ხოლმე სახეში და მე მოშუშებას ხოდრო. ხო, სხვათა შორის ეს მინიშნება კიდე თქვენ ყავთ უკვე ფან-კლუბი გარკვეული. ძალიან კარგი ადამიანებისგან შემდეგ არის სხვათა შორის და თაობებით სხვადასხვა და ითხოვენ ხშირ-ხშირად პოდკასტების დადებას. ეს ვეცდებით მოვახშიროთ და ჩავახმოვანოთ. აჰა, ბევრი ჩავახმოვანოთ. ბევრი ჩავახმოვანოთ. აქედან მოვკითხავ დაჩის აუცილებლად ჩემი ძმახარ, ძალიან მიყვარხარ ყველას, კვანცას შვილი ჩვენი ერთ-ერთი ძალიან დიდი გულშემატკივარი ნამდვილად. ფანი. ნამდვილად ჩახმოვანების ჩვენი პოდკასტების და მთელი ამბების და მოკლედ აი ყველა სიტყვა ახსოვს ჩახმოვანების მე მგონი და თქვენ გაგიხმოვანებით. დავიღუპეთ. მადლობა დიდი. პირიქით მადლობა მოსვლისთვის და შემდეგ პოდკასტამდე. ახონდის კარგად ზანდებოდეთ. ჩამირიცხე.